ერთ სამძიმარს უცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სამძიმრის წერილში ვკითხულობთ. საქართველომ დაკარგა სულიერი მამა, ჩვენი უწმიდესი პატრიარქი, რომელმაც თავისი ცხოვრების ყოველი წუთი და წამი მიუძღვნა ქრისტეს მსახურებას, სამშობლოს დაცვას და სამწყსოზე ზრუნვას. უწმიდესი პატრიარქი ილია მეორე ნახევარი საუკუნის განმავლობაში წინამძღოლობდა 2000 სლოვან ქართულ ეკლესიას. მან ათეისტური უკუნიდან და მიმქრალი ნაკვარჩხლიდან ააგიზგიზა ქართულ ერში ჭეშმარიტი სარწმუნება და თავისი შრომით და ლოცვით ააღორძინა ჩვენი ეკლესია. უიმედობისა თუ სასოწარკვეთის მძიმე წუთებში სწორედ ის ტვირთულობდა ჯვრის სიმძიმეს. ის იყო ნუგეში და მეოხი განსაცდელში მყოფი ერისთვის. ის იყო ბევრად მეტი ჩვენთვის, ვიდრე ეკლესიის წინამძღოლი. ჩვენი პატრიარქი შეუერთდა ზეციური საქართველოს ჩინებულთა დასს, ჩვენს გმირ წინაპრებს, ხოლო მისი ღვაწლი და მისი სიტყვა კვლავაც იცოცხლებს ჩვენს ერში. ჩვენ ვართ მისი თაობა, მისგან მონათლული, ნაკურთხი და დაალოცვილი. წამს რომ მისი ზეციური ლოცვით და კურთხევით კვლავ დაალოცვილი ვიქნებით ერი თუ ბერი, მისგან შეყვარებული სამშობლო, ყოველი ქართველი და ჩვენი დედა ეკლესია, რომლის აღორძინებისთვისაც იღვაწა მთელი თავისი ცხოვრება. ვკითხულობთ პაპუაშვილის განცხადებაში.